რატომ იხდი 5 ლარს ფენოვან ხაჭაპურში თუ შეგიძლია სახლში მოამზადო და რამოდენიმე წუთში? 3 წლის ჯემალი კოც მოამზადებს ისე მარტივად მზადდება და თეთრები ჯდება. ვიდეოს გაზიარება და დალაიქება არ დაგავიწყდეს თორე კი იცი. დაგჭირდებათ იმერული ყველი ან ნებისმიერი ყველი, რომელიც ბებომ გამოგიგზავნა და ნებისმიერი ფენოვანი ცომი, რომელსაც ხშირად ყიდულობ. ერთი ფენოვანი ცომისგან გამოგივათ სადღაც 12 წალის საშუალო ხაჭაპური. ქვილი უნდა მოაყაროთ და ესე უნდა გააბრტყელოთ, რომ შემდეგ კონვერტების სახით მივიცეთ ფორმა და ჩვენი გახეხილი ყველი დავაბურთავოთ და მოვათავსოთ ჩვენს კონვერტებში. ხო, ბოლოებში წავსვით წყალი ან კვერცხის ცილა, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, რო არ გაიხსნას მომზადების დროს. შემდეგ გადაახვიეთ და კარგად დაამაგრეთ. გამოაცხოთ ღუმელში ან აეროგრილში. ასევე ვამშობიაროთ 1 ცალი კვერცხი და შეურიოთ რძე ან ნაღები. კარგად უნდა მოურიოთ და შემდეგ უნდა წაუსვათ უბრალოდ თავზე, რომ მივცეთ ლამაზი ფერი. 200 გრადუსზე აეროგრილში გამოვაცხვეთ 9 წუთი. თქვენ შეგიძლიათ ღუმელში უფრო მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, ნახეთ ფერის მიხედვით.